სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიქს შეხვდნენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა. შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ასევე განიხილა შეკრება მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს. ეუთოს 24 წევრმა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, კანადამ, ჩეხეთმა და ფინეთმა საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შესახებ განცხადება 29 იანვარს გაავრცელეს. პროცესი გულისხმობს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ ფაქტების დამდგენი მისიის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. კონკრეტულად 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელსაც ეუთოს მუდმივ მოქმედ საბჭოს წარუდგენს. ეს შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული ქვეყანა თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 29 იანვრის განცხადების თანახმად ეუთოს ქვეყნების შეშფოთების საგანთა შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დამოუკიდებელი მედიის სამოქმედო სივრცის შეზღუდვას. ასევე ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართულ სამართლებრივ ქმედებებს, არჩევნების კეთილსინდისიერებას, კამპანიებს დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ, გაერთიანების გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს და სხვა.